Არგებლებ ეთერით და სამძიმარს უცხადებ ოჯახს და სრულიად საქართველოს. ეხლა მოდი გადავიდეთ ტექნიკურ ნაწილზე და იმ ტყუილებზე, რასაც ეხლა ცდილობს, რომ ქართული ოცნება ცდილობს, რომ ეს გავრცელდეს, რომ თითქოს ეს არ არის ის ტერიტორია, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს. იმ ტერიტორიაზე თუ ვნახავთ რუკით, სადაც მოხდა ეს უბედური შემთხვევა, მინიჭებული აქვს კონკრეტული საკადასტრო კოდი. მიწის ნაკვეთს. ეს საკადასტრო კოდი ზუსტად არის იდენტური იმ საკადასტრო კოდით, რომელიც არის მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში, სადაც უნდა აშენდეს საცხოვრებელი კომპლექსი. ეს კომპლექსი შედგება 9 კორპუსისგან, აქედან 6 არის 13 სართულიანი, 3 არის 8 სართულიანი. წარმოიდგინეთ, რამხელა მშენებლობა უნდა განხორციელდეს, ხომ? საკადასტრო კოდი არის ერთი და იგივე. შესაბამისად, ეს ტერიტორია არის სამშენებლო ტერიტორია, იმიტომ რომ არის ერთი მიწის ნაკვეთი და ეს მიწის ნაკვეთი არ არის გაყოფილი. სამშენებლო ტერიტორიაზე სანამ დაიწყება რაიმე სამუშაოები, ყველანაირი ტექნიკის შეყვანა იკრძალება, სანამ ტერიტორია არ იქნება შემოღობილი და არ იქნება უსაფრთხოების ღობე გაკეთებული, სადაც ფიზიკურად ვერ შევა ადამიანი. ის ადამიანი, რომელიც არის მაგალითად უცხო და არ მუშაობს. ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც თვითონ სატენდერო დოკუმენტაციაში აქვს, ესეთი არის მერვე მუხლი, სადაც უწერია უცხო პირთა აგრეთვე სამშენებლო ტერიტორიაზე ოპერაციებში დაუსაქმებელი ადამიანების შესვლა არის აკრძალული. ეხლა ვის უნდა გაეკონტროლებინა? ანუ სამშენებლო ღობე უნდა ყოფილიყო აუცილებლად, ეს სამშენებლო ღობე უნდა იყოს აღჭურვილი მართლებელი ნიშნებით და ამ ტერიტორიაზე უცხო პირი ფიზიკურად არ უნდა ხვდებოდეს. ყველაფერი ეს აღნიშნული უნდა გააკონტროლოს ხელშეკრულების დამდებმა ორგანიზაციამ. ანუ ეს არის აჭარის ფინანსური და საფინანსო და ეკონომიკის სამინისტრო. ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც 5 თებერვალს დაუდო ხელშეკრულება კომპანია ANAX, რომელმაც უნდა ააშენოს ეს კომპლექსი. პასუხისმგებელი არის კომპანია ANAG, რომელსაც უნდა უზრუნველყოს აი ამ ღობის გაკეთება. ამ ღობის გაუკეთებლობაზე კონტროლი უნდა განახორციელოს ეკონომიკის სამინისტრომ. ასევე არის ჯანდაცვის სამინისტროში, ეს არის შრომის უსაფრთხოების ინსპექცია, რომელიც ამ ყველაფერზე უნდა რეაგირებდეს. ასევე არის ქალაქ ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, რომელმაც უნდა აღმოაჩინოს აღნიშნული დარღვევები და დაწეროს ადმინისტრაციული ჯარიმა. განაგმა გაავრცელოს სხვათა შორის განცხადება და მე და მაყურებელმა იცოდეს, ANAG ამბობს, რომ ბათუმში ოცნების ქალაქში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. შემთხვევის ადგილის სამშენებლო მოედნის ფარგლებს მიღმა და კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი სამუშაოები არ უწარმებიაო, ამბობს ეს კომპანია. აქ არის ასე ვთქვათ, სიტყვებით თამაში, თითქოს სამშენებლო ტერიტორია დითვლება მხოლოდ ის ადგილი, სადაც უშუალოდ მიმდინარეობს მაგალითად ფუნდამენტის ან რაღაც კონკრეტული მშენებლობა. სამშენებლო ტერიტორია დითვლება ის მიწის ნაკვეთი, რომელიც არის სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე, სადაც უნდა იმუშაოს მძიმე ტექნიკა, სადაც უნდა იყოს დასაწყობებული სამშენებლო მასალები, ეს ტერიტორია უნდა იყოს შემოღობილი და ფიზიკურად იქ ვერ უნდა ხვდებოდეს უცხო ადამიანი. ის რომ მაგალითად 10 მეტრიც იქით არის, 10 მეტრი აქეთ არის, ეს არაფერს არ ცulis. ANAG ამ შემთხვევაში იტყუება სამშენებლო მათ ტენდერი რო გაიმარჯვეს, სატენდერო დოკუმენტაციაში ჩაუწერეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი და ეს საკადასტრო კოდი ზუსტად ემთხვევა იმ ადგილს, რა ადგილიც არის ის უბედური შემთხვევის ადგილი. შესაბამისად, აქ ტყუის ANAG-იც, ტყუის ყველა ის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც დღეს მოსახლეობას ატყუებს, რომ თითქოს მოშორებით არის სამშენებლო ტერიტორია დითვლება ეს მთლიანი ტერიტორია. შესაბამისად, ეს უნდა ყოფილიყო დაცული, ეს უნდა ყოფილიყო შემოღობილი და იქ უცხო პირებს არ უნდა მისცემოდათ საშუალება შეღწევის. ამ ყველაფერზე არ ირეაგირა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, მაშინ როდესაც პირდაპირ ხელშეკრულებაში არის გაწერილი თითოეული ადამიანი სახელები და გვარებით, ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი მის კონტროლზე. რეაგირება არ განახორციელებია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურს, რომლის ხელმძღვანელი არის ფერაძე, საბიუჯეტო ორგანიზაცია, პირდაპირ მათი ვალდებულება არის, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების
დაცულობაში ამოწმოს და ასევე რეაგირება არ გააკეთა ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექცია, რომელიც იქ ადგილზე არის და რომელსაც უნდა გამოეწერა მინიმუმ ადმინისტრაციული აქტი ან შეეჩერებინა ასე ვთქვათ მშენებლობა. ეხლა არის ასევე აპელირება იმაზე, რომ ეცეთ არის მშენებლობა არ მიმდინარეობდა და იყო წინა მოსამზადებელი სამუშაოები. მოსამზადებელი სამუშაოები, როდესაც მიმდინარეობს, მოსამზადებელი სამუშაოების პირველი საფეხური არის ტერიტორიის შემოღობა. ანუ სხვა მოსამზადებელი სამუშაოები ვერ განხორციელდება, სანამ არ იქნება სამშენებლო მიწის ნაკვეთი მთლიანად შემოღობილი. ეს არის ძალიან მარტივი და წერია რეგლამენტებში, წერია კანონში, რომ პირველი უნდა განხორციელდეს ტერიტორიის შემოღობა, რომ არ მოხდეს ესეთი მსგავსი ფაქტები. რაც შეეხება უშუალოდ პრეზენტაციის დროს, პრეზენტაციის დროს ყველა ის ტერიტორია იყო შემოღობილი, იყო ჯებირები სპეციალურად ჩამოტანილი და 209,000 ლარი გადაიხადა რიჟვაძემ იმისთვის, რომ ეს პრეზენტაცია გამართულიყო. აქ პოლიტიკურ ნაწილზე თუ გადავალ. ანუ სწორად რო ავხსნათ ახლა ცოტა იმასთვის ამ გავაპრიმიტიულებ ამ ამბავს, ესე იგი ღონისძიება დაიგეგმა, ფული დაიხარჯა იმისთვის, რომ იქ რაღაცა ჯებირები ყოფილიყო, შემოღობილი ყოფილიყო, იმიტომ რომ კობახიძე და მთავრობის კარგი კარწინკა უნდა ყოფილიყო. ყოფილიყვნენ, ჩავითნენ ეს ადამიანები, იქ რაღაცა დადგნენ, სიმბოლური კაფსულაც ჩააგდეს, ფოტოები გადაიღეს, ღონისძიება დასრულდა, ეს ჯებირები აიღეს. სწორად ვუყვებით ახლა, ხო, ჩვენ მაყურებელს აი ეს რაც იყო შემოსაზღვრული, რომ იქ კობახიძე ყოფილიყო უსაფრთხოდ და თორნიკე რიჟვაძე, ეს ყველაფერი ღონისძიების მერე აიღეს, წაიღეს და შემდეგ ხდება ის რაც ხდება. ღონისძიებისთვის მოიყვანეს ტექნიკა და ააყენეს ტექნიკა, სამუშაო მოიტანეს ასევე ხარაჩუებისთვის სპეციალური ეგრეთ წოდებული, ასე ვქვია, რკინის კონსტრუქციები, ასევე მოიტანეს ჯებირები, რომელიც დადეს და სატელევიზიო სურათისთვის კარგი, ასე ვთქვათ, სურათი შექმნეს. სანამ ეს ყველაფერი განხორციელდებოდა, მანამდე უნდა ყოფილიყო ყველაფერი შემოღობილი, უნდა ყოფილიყო მართხილებელი ნიშნები, ანუ პრეზენტაციას და სამშენებლო სამუშაოებს საერთო ერთმანეთთან არაფერი არ აქვს. სხვა რაღაცას ვკითხულობ, ეს თუ ანუ ბარემ თუ მიიტანე პრეზენტაციისთვის, რომ დატოვო თქო ეს. კი, რატომ უნდა დატოვოს? იმიტომ რომ ეს ყველაფერი იყო გაკეთებული იმ ერთი დღისთვის, იმიტომ რომ სურათზე უნდა გამოჩენილიყო, რომ ქართული ოცნება რაღაცას აკეთებს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ყველაზე სოციალურ დაუცველ ადამიანთან რიჟვაძე იმისთვის, რომ აცნობოს, რომ კორპუსს უშენებს, ამისთვის ხარჯავს 209,000, ასე ვქვია, 209,000 ლარს. იმისთვის, რომ აცნობოს, რომ კორპუსი უნდა აუშენოს. კადრებში კარგად ჩანს რიჟვაძე კაფსულას რო აგდებს. აი ეგ ერთი კაფსულა სახელმწიფო ბიუჯეტს დაუჯდა 1770 ლარი. აი ეგ ერთი კაფსულა. სოციალურად დაუცველთან მივიდა და კაფსულა, რომელიც ჩააგდო, იმაში გადაიხადა 1770 ლარი. ანუ ეს კიდე ცალკე სიგიჟი არის, რომლის შეფასებაც უკვე ფიზიკურად აღარ შეიძლება, რასაც ქართული ოცნება აკეთებს. სიგიჟეში გადავიდა ეს ადამიანები უკვე. ეხლა რაც შეეხება პასუხისმგებელი გამოძიება დაიწყეს. გამოძიება დაიწყეს, თუ გახსოვთ, 13 ივნისის ტრაგედია რომ მოხდა თბილისში, გამოძიება დაიწყეს შოვის ტრაგედიაზე, გამოძიება დაიწყეს ვაკის პარკზე, გამოძიება დაიწყეს წყნეთში, ფანჩატურში რომ ბავშვებმა დაარტყა, გამოძიება დაიწყეს დოქებთან რომ დაიღუპა. რომელიმე შედეგი ვიცით? აი რომელიმე შედეგი დადგა ვაკის პარკის ტრაგედიაზე, რაზეც თქვი რომ ცხრაპირი ვაკის პარკზე რატო დადგა ისიც შედეგი? იმიტომ რომ კალაძის ბრძანებები რო გადაფარულიყო, ეს ადამიანები დაიჭირეს ციხეში ჩასვეს, ოღონდ მისცეს იმის გარანტია, რომ რამდენიმე წელიწადში ის ადამიანები გარეთ გამოვიდოდნენ და კი ზუსტად ეგრე მოხდა. დღეს ის გიგაშვილი, რომელიც უშუალოდ იყო ხელის მომწერი ყველა დოკუმენტზე, ეს ადამიანი არის თავისუფალი და არის გარეთ. 13 წლის ბავშვი დაიღუპა და 2 წელიწადში დამნაშავე არის გარეთ. და 400 ლარიანი ჯებირი რომ დააზიანა, იმას მისცეს 5 წელი და ზის ციხეში. ანუ ქართული ამაზე მეტი უსამართლობა ფიზიკურად ვეღარ იქნება ქვეყანაში. ანუ მეტი აღარ არის, ანუ ამის იქით აღარ არსებობს უკვე, ანუ საზღვრები ყველაფერი მოშლილი არის. ერთადერთი არის ახლა რომ ქართული ოცნება რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან და ეს უნდა უზრუნველყოს ქართველმა ხალხმა. სხვა უბრალოდ ფიზიკურად შანსი აღარ გვაქვს. პასუხის ქართული ოცნება რას აკეთებს იცით რომ აი მაგალითად 13 ივნისის ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი რა თქვეს ხო პირველი სიტყვა რა იყო პირველი იყო ეს რომ წინა ხელისუფლებას გადააბრალეს ვაკის პარკის ტრაგედია პირველი რა იყო
რომ კომპანიას გადააბრალეს. ანუ თქვენ თუ ამოიღებთ არქივს კალაძე პირველი რაც ისახის, იცი, რომელმა კომპანია, ანუ პირდაპირ კომპანია, მის კი არა რომ მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო, სამართლებრივი პასუხისმგებლობა იყო მერიის თანამშრომლებმა, ამ შემთხვევაში კი ახლა მაგალითად ბათუმის მერიის თანამშრომლებმა, ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებმა, თან მით უმეტეს ხელშეკრულებაში წერია პირდაპირ სახელები და გვარები წერია ხელშეკრულებაში, ვინც უნდა აკონტროლოს კომპანია ანაგის სამუშაოები. ოღონდ სანამ სამუშაოები დაიწყებოდა, მანამდე გასაკონტროლებელი იყო უსაფრთხოების ზომები. უსაფრთხოების ზომები თუ დაცული არ არის, მსგავს შემთხვევებს მივიღებთ. როგორ უნდა ვენდოთ ახლა ჩვენ ქართულ ოცნებას ან კომპანია ანაგს, რომელმაც აქ უნდა ააშენოს 9 კორპუსი. ხო, ანუ სამშენებლო კომპლექსი აქვს ასაშენებელი. შესაბამისად, მსგავსი ტრაგედიებისგან ჩვენ არ ვიქნებით დაცული. არ ვიქნებით, იმიტომ რომ კომპანია ანაგს არ ყავს მაკონტროლებელი, იმიტომ რომ ბოდიში და ციხზე კიდია საერთოდ კონტროლი ბათუმის მერიას და ეკონომიკის სამინისტროს. რატომ? იმიტომ რომ ანაგს ვერაფერს ვერ უზავ. იმიტომ რომ ანაგი არის კომპანია, რომელიც აშენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სახლებს. ანაგი არის კომპანია, რომელიც აშენებს დევნილთა დასახლებაში. დღეს ანაგზე დიდი კომპანია, რომელიც სახელმწიფო ტენდერებიდან იღებს თანხას, ეგეთ ფიზიკურად არ არსებობს საქართველოში. შესაბამისად, ეს კომპანია ყავთ, ასე ვთქვათ, ყველანაირად ხელს უწყობს ხელისუფლება. ამიტომ ვერც ერთი სამინისტრო, ვერც ერთი თანამშრომელი ვერ გაბედავს, რომ ამ კომპანიას რამე შენიშვნა მისცეს. ეს ცალკე უტიპრობაა ბესლავ დამეთანხმები, რომ რაღაც ტიპის კავშირებით და ახლობლობით, როდესაც სარგებულ ხელისუფლებასთან და ერთადერთი კომპანია რო ხარ, რომელიც სახელმწიფოსთან თანამშრომლობს ამ კუთხით, რა ვიცი, მაშინ კეთილი ინებე და ნორმალურად მაინც გააკეთე, ხო? ეს საქმე ის კიდე ცალკე უტიპრობა, მიდგომა ზოგადად საქმესთან. სახელმწიფო ტენდერებიდან ფაქტობრივად უკვე 1 მილიარდს მიაღწია თანხამ ეს კომპანია მშენებლობებს აწარმოებს და ეს თანხა უკვე არის ფაქტობრივად 1 მილიარდი. რა ვიცი, რა დონის სითავხედეა, რომ კიდე გულგრილად რო თუდად ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც აუცილებლად უნდა დავსვათ როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ ადამიანების. ყველაფერი, რასაც ახლა ქართული ოცნება იძახის, ყველა ის განცხადება, რასაც აკეთებს ახლა კონკრეტულად ანაგი, ეს ყველაფერი არის მარტივად რო ვთქვათ აფერისტობა და სიტყვებით თამაში, რომ თითქოს სამშენებლო მოედანი არის მხოლოდ ის ტერიტორია, სადაც მხოლოდ ტექნიკა მუშაობს და ასე შემდეგ. კი ბატონო. მსგავსი არაფერი თვითონ ანაგმა კარგად ჩაიხედოს ხელშეკრულებაში და ნახოს საკადასტრო კოდი, რომელიც საკადასტრო კოდი უწერია, სად უნდა განახორციელოს მშენებლობები. და მშენებლობა უნდა განახორციელოს იმ ადგილას, სადაც მოხდა ეს უბედური შემთხვევა. ეს არის ცალსახად. შესაბამისად, პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიას, იმიტომ რომ არ შეასრულა უსაფრთხოების ნორმები, პასუხისმგებლობა ეკისრება სამინისტროს, რომელმაც არ შეამოწმა და მონიტორინგი არ გაუწია და ასევე პასუხისმგებლობა ეკისრება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების სამსახურს, ასევე პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას. ასე რომ ვერ გაიქცევიან ვერც პოლიტიკურ და ვერც სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კი ბატონო.